მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს სურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მოწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა მოულოდნელი ცვლილებების ცხოვრობილზე გახართ. ორ ვარიანტიანი გვექნება გაშლა და რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. ქვებს ახლა დავამატებ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედი მაქვს ორივე კარგად ჩანს, კარგად დააკვირდით, რომელი ვარიანტი გიზიდავთ. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და ვისაც არ გაქვთ ჯერჯერობით მოწონებული ჩემი გვერდიც მოიწონეთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. გვერდხების სპარში. პირველ რიგში ეს არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენს სივრცეში მოექანება, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელთანაც იქნება ძალიან უცებედი კომუნიკაცია. ანუ ეს არ არის რაღაც ისეთი სიუჟეტი, სადაც აი ახალი მეგობარი, ახალი პარტნიორი და ასე შემდეგ მოდის, ხო? აქ მოდის უშუალოდ კონკრეტული ადამიანი რაღაც ახალი და ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო ინფორმაციით. ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უცებედად გაახსენდით და მაგალითად რაღაც კონკრეტული ან ვაკანსია შემოგთავაზათ, ან კონკრეტულ სფეროში მუშაობა შემოგთავაზათ. თითქოს ეს არის ადამიანი თქვენზე ოდნავ უმცროსი, რომელიც მოდის რაღაც უფრო მეტად კარიერული შემოთავაზებით. და ზუსტად ასეთ შემოთავაზების როლს ითამაშებს პიროვნება. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს ახლო მომავალში, მაქსიმუმ 2-3 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ. მოულოდნელი ნოსტალგიური ემოციები, ნოსტალგიური სიუჟეტები, შეხედეთ მეგობრებო, თასები, თასების 6-იანი, თასების ტუზი და თასების რაინდი, ფორტუნას ბორბალი და პირველ რიგში ეს იქნება რაღაც მგზავრობა ან მოგზაურობა, შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად. სხვადასხვა ნამდვილად არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ ვინმე შეიძლება სამოგზაუროდ დაგპატიჟოთ, ვინმე მეგობარმა, ამხანაგმა, ან სულაც ან შეყვარებულმა, ან ვინმე ოჯახის წევრმა, ხო? ნამდვილად არ არის ეს გამორიცხული. იმიტომ რომ აქ ამოვიდა რაღაც ძალიან სასიამოვნო ნოსტალგიური ემოციები, თითქოს თქვენ ხართ ისეთ წრეში, ისეთ გარემოში, რომელშიც ან იყავით ბავშვობაში, ან რომელიც გახსენებთ ბავშვობას და რაღაც ბავშვურ სიმყოდროვეს, ბავშვურ დაცულობას. რაღაც ასეთი მომენტი ჩანს აქ და მოგზაურობა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება ის, რომ ჩახვალთ, მოინახულებთ ოჯახის წევრებს, ძველ მეგობრებს, მეგობრების შეხვედრა შესაძლოა იყოს ან შეკრება, სანათესაოს შეკრება. მაგრამ ბევრისთვის აქ შეიძლება იყოს უბრალოდ მსგავსი ენერგიების და იცით საიდან გამომდინარე. თითქოს რაღაც ახალ გარემოში შეხვალთ, მაგალითად დაიწყებთ რაღაც ახალ სამსახურს, ან ახალ სფეროში დაიწყებთ მოღვაწეობას და იქ გაიცნობთ უცებედად ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებისგანაც იგრძნობთ ზუსტად ასეთ ძალიან ოჯახურ და თბილ გარემოს. და ნახეთ არკანის სამართლიანობა ამოვიდა კიდევ აქ. რაზე მეტყველებთ სამართლიანობა, ნახოთ აბა. სამშაბრო. მეგობრებო, ნახეთ, ასევე უცებედი ცვლილებების კუთხით აქ თქვენ გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი უშუალოდ შინაგანი ცვლილებები და თითქოს ეს მოგზაურობა იქნება, მგზავრობა თუ უბრალოდ ნოსტალგიური ემოციები, ნუ ვისთვის როგორ, ეს იქნება თქვენთვის ერთგვარი გასაღები იმისათვის, რომ საკუთარ რეალობაში შემოიტანოთ მეტი სამართლიანობა, დააბრკოლოთ თქვენი რაღაც შიშები და ეჭვები და ნახეთ,
რაღაც თქვენი შრომა, რაღაც თქვენი ჩადებული ენერგია შეიძლება ყოფილიყო გავიმეორებ შრომა, მუშაობა საკუთარ თავზე, თვითთერაპიები, შესაძლოა მანიფესტაციაც კი ზოგი თქვენგანის შემთხვევაში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად და მოლოდნელად ანაზღაურდება. და პირველ რიგში გამოხვალთ რაღაც გაუგებარი სიტუაციებიდან, ბუნდოვანი სიტუაციებიდან, შიშებისგან, ნეგატიური მდგომარეობისგან და ასევე ნახეთ პენტაკლების 7-იანი და პენტაკლების 8-იანი. რაღაც თქვენი ბეჯითი, შრომა ბეჯითი, ჩადებული ენერგია ანაზღაურდება არაამქვეყნიურად კარგად. თქვენთვის მოულოდნელი გზით და თქვენთვის მოულოდნელად პოზიტიური გზით. და პრინციპში აქ მე ვხედავ ძალიან სასიამოვნო ენერგიებს, მეგობრებო. უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ სირთულეები აქ ნამდვილად იქნება, მოგიწევთ, რომ რაღაცეებში საკუთარ თავს გადააბიჯოთ, მოგიწევთ შინაგანი ძალის მოკრება, მუშაობა საკუთარ თავზე ნამდვილად და ბევრი ენერგიის, ბევრი რესურსის ჩადება, მაგრამ დამიჯერეთ გიღებთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და მეორე ვარიანტი. ნახოთ თქვენ რა მოულოდნელი ცვლილებების კარიბჭესთან დგახართ, ხმლების 6-იანი. აქაც ვხედავ როგორც მგზავრობას ბევრი თქვენგანის შემთხვევაში, ასევე კონკრეტული სიტუაციის დატოვებას, კონკრეტული გარემოდან წასვლას და მეგობრებო, რა თქმა უნდა, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, როგორც უკვე შემოთვახსენე, რეზონირდება როგორც პატარა მინი მოგზაურობა მაინც ერთი ადგილიდან მეორეში, ზოგისთვის კი როგორც კონკრეტული სივრცის, მაგალითად ამჟამინდელი სამსახურის დატოვება ან ადამიანის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხმლების 6-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ დატოვებთ რაღაც ისეთ გარემოს, რომელიც არის თქვენთვის ან მომაბეზრებელი და მტანჯველი, უკვე ხო, ან რაღაც სასიამოვნო მოგზაურობაში წახვალთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სასიამოვნო გადაადგილების პროცესი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა უცაბედი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. მაქსიმუმ 3-4 თვის განმავლობაში ვნახოთ, მაქსიმუმ 2-3 თვის განმავლობაში უკაცრავად. არკანი მაგი, არკანი თასების 5-იანი და თასების 7-იანი, არკანი სამყარო. მეგობრებო, პირველ რიგში თქვენში ძალიან ლიდერული თვისებები გამოიღვიძებს ნელ-ნელა. ძალიან დიდი შანსია ასევე ბევრი თქვენგანის რეალობაში იყოს უშუალოდ თქვენი პროფესიის ან საქმიანობის კუთხით უმძლავრესი ცვლილება, თითქოს მაქსიმალურად გამოამჟღავნებთ თქვენს პროფესიონალიზმს, შეძლებთ იმის დემონსტრაციას, თუ რეალურად რამდენად კარგი მცოდნე ხართ თქვენი საქმისა, თქვენი სფეროსა, ხო? თქვენი სფეროსი, უკაცრავად. და ასევე აქ ამოვიდა თასების 5-იანი და 7-იანი. ემოციური კუთხით აქ შეიძლება ნამდვილად იყოს დათრგუნულობა, ილუზიები, არასასიამოვნო ნეგატიური ფიქრები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის გახსოვდეთ და აფასებდეთ იმას, რაც უკვე გაქვთ და მეგობრებო, აღსანიშნავი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ყველაზე მეტად მე მეზიზღება, როდესაც მეზიზღება რა სიამოვნებს ნამდვილად, როდესაც რაღაცაზე ძალიან დიდი წუხილი მაქვს, ძალიან ბევრს ნერვიულობ, ძალიან ცუდად ვგრძნობ მენტალურად თავს, ხო? და ამ დროს უცაბედად გამახსენდება, რომ უნდა ვიყო მადლიერი. ეს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება არის, იმიტომ რომ ამ დროს კიდევ მიჩნდება დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მადლიერი არ ვარ და ასე შემდეგ, ხო? და მესმის, რომ ადამიანების უმეტესობა ასე არის და ეს ბუნებრივია. არ უნდა ჩაყლაპოთ არავითარ შემთხვევაში თქვენი ემოციები და რა თქმა უნდა, როდესაც თქვენი სტრესის ნეგატიური ემოციების პიკზე ხართ, ამ დროს არანაირ მადლიერებაზე საუბარი არ არის საჭირო. პირდაპირ გეუბნებით. არ არის საჭირო საკუთარ თავს დააძალოთ, რომ იყოთ მადლიერები და ასე შემდეგ. ხვდებით ხო? არ უნდა ჩაყლაპოთ თქვენი ნეგატიური ემოციები. არ უნდა ჩაყლაპოთ. არამედ უნდა დაამუშავოთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად ხართ. სიტყვაზე ვთქვათ, თუ თქვენ გაქვთ რაღაც ისტერიის ან ემოციების, ნეგატიური ემოციური ფონის პიკი,
ამ დროს რა თქმა უნდა ვერ იმუშავებთ საკუთარ თავზე, უბრალოდ საჭიროა რომ ამოუშვათ ეს ნეგატიური ემოციები, ხო? მაგრამ როდესაც პიკზე არ ხართ, ამ დროს შეგიძლიათ რომ დაამუშაოთ, დაუსვათ საკუთარ თავს შესაბამისი შეკითხვები, გაიაროთ თვით თერაპიები, ან თერაპიები თუ საჭირო არის და გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დააფასოთ უკვე ამის შემდგომ დააფასოთ ის, რაც გაქვთ. ანუ არ არის აქ საჭირო საკუთარ თავზე ძალადობა და რაღაც ნეგატიურ ემოციებზე, ნეგატიური ემოციების ჩაღლაპვა და რაღაც მადლიერების ილუზიები და ასე შემდეგ, ხო? არ არის საჭირო ეს. მაგრამ ამავდროულად მადლიერების გამუშავება საჭირო არის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე აქ აშკარად ხედავ იმას, რომ თქვენი მსოფლმხედველობა გაფარდოვდება ნამდვილად. თითქოს თქვენ შეძლებთ რომ ძალიან ბევრი რამ სრულიად სხვა კუთხით დაინახოთ, ვიდრე აქამდე უყურებდით და აქ ხედავ სრულიად ახალ მიზნებს, ახალ სტატუსს, ახალ რეპუტაციას. ძალიან დიდი ნაწილისთვის, ანუ უმეტესობისთვის, აქ იქნება კარიერული წინსვლა, კარიერული ცვლილებები, იმიტომ რომ ახალი მიზნები ჩანს, ხოლო ბევრისთვის აქ შეიძლება რა თქმა უნდა არ იყოს არანაირი კარიერული ცვლილებები, მაგრამ იქნება რაღაც ახალი მიზნები და ახალი ენერგიები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ შეძლებთ რომ უპირველეს ყოვლისა დაამუშავოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, აპათიური მდგომარეობა, ნეგატიური მდგომარეობები, შეძლებთ რომ დატოვოთ ისეთი სივრცე, რომელიც აღარ განიჭერთ სიამოვნებას ან არ განიჭერთ სულაც, შეძლებთ რომ ძალიან ბევრ სიტუაციას სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ, ასევე გამოამჟღავნეთ თქვენს ლიდერულ თვისებებს, თქვენს პროფესიონალიზმს, დაისახავთ ახალ მიზნებსა და სურვილებს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამ ყოველივეს ენერგია, რესურსი და мотивация აუცილებლად გექნებათ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ ნაყოფიერ დროს და ნახვამდის.